თვალში წონა დაიგდა ხო ცოტა კი ბიჭო ერთი პერიოდი არ ქნა ეგ რა ანუ ქვემო წამოდი რა ძალიან გთხოვ აღაროპიო გაჩერებს ვარჯიშს ხო და არ აღარ ერთი ორჯერ იყო რა გამოგხედე და შრეიკი მეთქი რა ხდება ჩემი კაი ვაკომ ითამაშა სილქის რიგებში და გოლი გაგვიტანა და ისიც კი არ ქნა რომ ეს გოლი კაი არ მინდა თავიდან დავიწყო თუ ჩათვალა მე ჩათვალა საკამათო გოლი გაგვიტანა ოღონდ ისე გერმანია ინგლისის ის იყო რა ფინალის ბახრამოვის თვითონ იყო ოღონდ და გოლი ისო ბურთი აუტზე გადავიდა ისე რომ აი აუტი ხო არის ხაზი ხო არის და აქეთ ხო არის ისე ღობეკი დაქვია ამას რა და აი ამასთან უფრო ახლოს იყო ბურთი ამას შეეხო ლამიზ არა ხას ეხებოდაო ცოტათი ეხებოდაო და მე ვეკაიფებოდი მაინც ხომოგიგეთ თელის მე ვეკაიფებოდი წინაპირასთან შედარებით ხო უკეთესი გუნდი ვიყავით კი то პავლიკა არ ყავდათ არა პავლიკა არის მე ვუთხარ რომ შენ ხარ ვეს ბრომიჩი რო 5 მცველი თამაშობდა აი კრაიზე რო ყავდათ ვიღაც ტიპი იმიტომ რომ რიჯველი შეჩემა ანუ პროსტა ტიპი იმაშებოდა აწვდიდა ანუ მინი ფეხბურთში რამდენი ბურთს მიიღებდა ცოტანეს უწვდიდა ბურთს ერთი ორი კაი რანი შარლით რატო ეს შარლით რატო თამაშობს პავლიკა ანუ ვიცი სულ შარლია ძვია შეჩემა ანუ შორტი არ აქვს შეიძლება როგორ არა აქვს ვინის ფერი შორტია სახში ხდება ხოლმე ეგრე აუ ღამის შორტზე გუნდიშა იმენა ესეც ხო წონაში მოგეხსენება ლოტოს გოჭებით არის ხოლმე იმატებს რო კითხოს რომ დაკლებული აქ 5 კილო დავიკელი მაგრამ 100 ზებუთაა და იქ კუსტმაზე თამაშობ რაღაცა შორტი ეწვა ასკდება და გუნდიშას იმენა ეს ვაკოს წითელი შორტიო სულ ნახულობდა ვაკო ეს წითელი შორტი კიდე გაქვს სულ ეკითხებოდა იმიტომ რომ აი მომჯდარი ისეთი მომჯდარი ქონდა ეგ წითელი შორტი რომ ხო და მე ვაპირებ რომ ვარჯიში ანუ თან გამძლეობაზე ეხლა რაღაცა ეხამ გამძლეობაზე ვარჯიშები იმას მიქნა რა ანუ ცეტებში და ასე შემდეგ და იმდენად უნდა მოვიხოდო რომ ანუ ვაფშე და დაღლილობა რა არის ვეღარ უნდა გავიგო აი კალა დაიღალე რეგ რა არის დაღლა აი დაღლა აღარ მახსოვს აი მანტო მეტალურად აი არც ეგრე არ დავიღალებ დედას უტირებ გადავთვალე და უკვე ოქტოპუსში იმდენი ვართ რომ ის შეგვიძლია შიდა თამაშით მოვაწყოთ რა ვინც თამაშობთ ხოლმე ის სასტავი რომ წავიდეთ ხო ერთმანეთს წინააღმდეგ ვითამაშებთ უკვე 10 ვართ 4 კაცი აგერ ხო ვართ ხო ზუკი მეხუთე ხო არა ხო ლუკა არ თამაშობს იმას ლუკა უფრო კალბურცა ვოლკა გუნდიშა ცოტნე კობახა და აჩი შევარდნაძე კიდე აჩი ვინ ცენტრაზე ხო აჩი თქვენთან ხო თამაშობს ხოლმე ხო არა ხო ჩვენთან თამაშობს მაგრამ მეგონე ოქტოპუსში არ არის ხა ხო არა ოქტოპუსის ნახე ოქტოპუსში არა ოქტოპუსის საფეხბურთო გუნდში ხო არის ხო ოქტოპუსის საფეხბურთო გუნდის წევრი არის აჩი კი ბატონო რო თამაშობთ ხოლმე ხო ვეძახით კი ანუ რა 11 ვარ ესე პადელზე გადავიდა და ქოროც გაცოცხლებული წევრია რაბანა ხო და შენ იმას აკეთებთ ხო ხო და ის გავაკეთოთ რა აკვია სუპერ თიმი უკვე დავჯავ Dream Team-ი, სამი მეკარე, ბაზარი არა. მეკარეები რა გინდა? გუნდი შეითამაშებს წინ. საკეთ ცოტა ჩადგება იქ რაბანა. აი ხა, ოღონდ თავარი ძნერი ავჭამოთ პაპა. აბა. და არ ჩავაგდოთ ისე. არა. კვირა. სულ უნდა ვითამაშოთ. კვირა არ. ეს არის ეს იქნება ყველაზე დიდი შეცვლა. კი. კვირა არ ჩავაგდოთ და ყოველ კვირას ვითამაშოთ. ეს არის ყველაზე კარგი გზა. რა თქმა უნდა. იმისგან რომ კარგ ფორმაში შევიდეთ. დიახ. მე შაბათს ისეთი რაღაც გავაკეთე, რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ გავაკეთებდი მართლა უგონდა. აი მთელი წინა 40 წელი, 41 წელი ჩემი ცხოვრების ვერ წარმოვიდგენდი რომ ითამაშ გავაკეთებდი და გავაკეთე შაბათს. ფეხბურთი ვითამაშეთ, თან ფეხბურთი ვითამაშეთ დილის პირველ საათზე. შეფის დილაა ეგა. ხო, პირველ საათზე ვითამაშეთ ფეხბურთი. 3:30-ს მოვჩით, მანქანაში ჩავჯექი, დიღმიდან წყნეთში ავედი და დარბაზში მივედი ეგრევე. და იქ შტანგებით და განტელებით ვივარჯიშა. კიდე საათნახევარი, ოღონდ ისე, თავიდან მეთქი ლაითად ვივარჯიშე, თქვენ ბიჭები ვინც დადიან იქა, იმათ რაღაცები კითხე და ხო ხა სუბუკათქენ ისე კენ და მაინც მივასყდი ბოლომდე. თავი მოვიკალი და მე ოღონდ მაქენა რო ავედი სახში, უკვე იმას უკვე გადასადები ვიყავი, კიბე მქონდა შესაღები და შასი არა ამეთქი. ბიჭო, ძალიან კაი არის. და ძალიან გვიან მივხვდი, მაგიტო ხალხო, ვინც ახლა რამდენი ვიყურებთ ახლა 2300 ადამიანია და ბევრი ახალგაზრდაც ხართ. ეს არის ყველაზე კაი, მართლა ახლა არ მინდა ისე გამოვჩი რაღაცა გიჟი იმისავით, რა ქვია, ფიტნეს გიჟები რო არიან. არა, მართლა ყველაზე კარგი
წესი ცხოვრების არის ეს, ჯანმრთელი წესი ცხოვრების. მენტალურადაც ბევრად კარგად ხარ ადამიანი და ფიზიკურად კარგად გეძნობ თავს. ვარჯიში მართლა უღონდ და ფეხბურთის თამაში. ჯერ ერთი დროის გატარება, სოციალიზაცია თამაშია, ყავალბურთის პადელი. ფიზიკური დატვირთვები რა. ეს არის ყველაზე მაგარი რაღაცა საერთოდ შეიძლება გააკეთო რა. კი. ჯანსაღისთვის. იმდენ გამოკეტილები ვართ აი რა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ტელეფონში. არ არის საჭირო მართლა რომ კი რა თქმა უნდა ხანდახან ისიც კაია, ყველაფერი კაია, მაგრამ ზოგადად ეს ქვეყანა ცუდი პერიოდი რო გამოვიარეთ, ძალიან არასპორტული პერიოდი გქონდა ასევე რა. აი არც არავინ ვარჯიშობდა. ფეხბურთს კი ჩვენ პატარები რო ვიყავით, კი თამაშობდით. შეჯიბრი იყო მარტო ის სმაში ვინამდეს დალევი. ხო, ძირითადი გართობა რა. ეგ 90-იანებში ტყუებს რო გაურბოდა, კაი, მაგრამ მე გეუბნები მერეც 2000-იანების დასაწყისში რა ძირითადი ის იყო სმა. გართობა იყო სმასთან ასოცირებული აუცილებლად რა და მით უმეტეს კიდე უარესი იმასთან ნარკოტიკებთან. მაგრამ არ არის აუცილებელი რა. კი, რა თქმა უნდა, ხანდახან სადმე ბარში გასულა და ალკოჰოლის ხანდახან ყველაფერი შეიძლება ეგეც კარგია, მაგრამ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც უფრო აქტიურად დამკვიდრდება ჩვენ ქვეყანაში, მით უკეთესი იქნება ყველასთვის, ჩემი აზრით გარშემო და მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის ზოგადად რა. ჯანმრთელი მოსახლეობა როცა არის, ბევრად კარგია ყველანაირად და მოდის ლუდით შემოვიდეს. გენაცვალე. ხო და ანუ ის არის რა, კაი რაღაცა არის. და მე ძალიან დიდი ხანი დამჭირდა მისახვედრად, რომ ეს ბევრად კარგად ხალისხად გაცხოვრებს ადამიანს, ასე ვთქვათ რა. ანუ ბევრად უფრო კარგად ხარ მე შენ თავთანაც და ზოგადად. და ნუ თავარი კიდე ასევე ეცადეთ რომ ნაკლები დრო დაუთმოთ სოციალურ ქსელებს, იმიტომ რომ აი ეგეც აი ჯოხეთია რა, განსაკუთრებით რამდენიმე სოციალური Facebook-ი და TikTok-ი არის, აი TikTok-ი ხო აი ხანი გვაწაშლილი და ბოლო 2 კვირა Facebook-ით წავშალე. არ გამიუქმებია ხანდახან შევდივარ, მაგრამ ტელეფონიდან წაშლილი მაქვს რა. და Instagram-ი წავშალე ტელეფონიდან, ასევე აპლიკაცია. რო არ შევიდე ხომ. აუ. აი ეს წარმოიდგინე. ხო, აი მარტო კომპიუტერთან ლოჯები, მაშინ ნახულობ, ხა ვიღაცა ხანი მომწერს ხანი და შევდივარ. ხო, ნახო ვინა მომწერა. ჩენი რო არ სკროლავ, რო არ ნახულობ რაღაცებს, ისე წყმარადოა, ისე კარგი არის, რომ რავი. გირჩევთ ყველას პაუზები აიღოთ ხოლმე სოციქსელებისგან, იმიტომ მით უმეტეს ქართულ სოციქსელებში, რავი, როცა არ უნდა შეხვიდე რაღაც ისეთი ცუდი ხდება და ისეთი უბედურება ხდება და ისეთი რაღაცა ერთმანეთს გინება, ჭხუბი და ისა რომ აი ხელში ამოვიდა უკვე რა. ამას გეუბნებათ ადამიანი, ვინც აგერ რა, რამდენი ხანი მოწევას დაანება თავი და იმდეს ეწეოდა, რომ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ტატო კაი გეზუკი. ტატო რო ეწეოდა, ეს წარმოუდგენ მართლა გეუბნები, წარმოუდგენელი. არ ეს ამდენს ეწეოდა, არა, ნუ ეხა აჩი ეწევა კიდე წარმოუდგენ, აჩი. ვიცი რომ გიყურებ ხოლმე. დაანებე თავი მაგას. თორე პადელში გამოგიშვეს ტრაქში, იმ დღეს როგორც გავიგე და. არ ვიცი, მე ფსონში ჩამოვედი აჩი მეთქი. აუ ისე. ფეხბურთი პირველი ნომერი იყო თბილისის. აბა რა, ვინ დამაფასებდა რა. ნიშნულოვანი ფიგურა. მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არის, ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ალბათ ჩვენ გუნდში არის, იმიტომ რომ ჰა? ჩემი და კონოს დუეტს ნახავ. არა, შენ შემონტერმა ითამაშა შენთან ერთად შეჩემო. შენ და ორი, მე და პასი არის. პავლიკასთან თხარის. ეს და შენ და პავლიკას დუეტია. შეძემა მომეცი პასი. რაღაცა ყლეურად იხსნება. თან უცუდესად იხსნება ხოლმე სადღაც აი ტრაქში დგას და ეს თავს რო დახრის ესე და რო არ იყურება და ის იქინა რო უტრაკებსო პასი მომეციო. ფოკო თავშოს მანუჩარმა შეიძესა. ფურც არ კარგავს, ხო? და დახრის ხოლმე თავს და დარბის და ის იქინა პასი მომეცი. მაგრამ რაღაცა ყლე პოზიციაში დგას, თან კარგადაც კი არ ეხსნება. ყობახასაც მომატებული აქვს, მაგრამ სხვათა შორის. კი. ლევობს აღარ შვება. არც ახეზე და არც ისე. ეს არ გიყურებს. ერთადერთი რაც აქვს, მადლობას არიფერებს. მადლობას კი არა და კარგ სიტყვებს არიფერებს. ანუ რაღაცა რო კარგს რო გააკეთებს და საყოველთაო ყობახდა რაღაცა. ხო შეიძლება ერთხელ გამოგხედოს და გითხრას რომ ბალოტელი. მადლობა რა, იმენ. არა, იმ დღეს ესეთი გოლი შეაგდო, რომ ეგეთი კლასიკი გოლი თავზე რო გადაუგდო. აი კი, რა. თან მარტომ გააკეთა ყველაფერი, ვაფშე ძალიან მაგარი გოლი. მაგარ ფორმაში ვარ, მაგარი სახიფათო გუნდი ვართ ახლა. რა? არა, პერფორმანსში არ ვართ, მეგობრებო. სილკი არის საკმაოდ სუსტი გუნდი.
არა, ჩვენ მოვიხოდებით ნელ-ნელა კაცო. თორე მე არ ვარ ფორმაში ჯერ. ორჯერ ვითამაშეთ სულ, მაგრამ ნელ-ნელა მოვიხოდით ხა ჯერ ვაკოთი და კაი, კნო. გავაგზავნე. ნებისმიერი წესიერი